Გამოგვეტია სიახლე სომხეთიდან რეფინანსირების განაკვეთი ჰაერსტანში უცვლელი 6.5% დარჩა და ეკონომიკური ზრდით სომხეთი შეეცდება დაიბრუნოს ლიდერის პოზიციები წელს რეგიონში, თუმცა საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან წლევანდელი სპარინგი ერთ-ტოპ საინტერესო სანახავი იქნება, რახან რეფინანსირების განაკვეთი ვახსენეთ. მოდი ბარემ გადავხედოთ იანვრის მდგომარეობით მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეფინანსირების განაკვეთი კვლავ ვენესუელაში მოქმედებს, ის თითქმის 59%-ს აღწევს. მეორე ადგილზეა ჩვენი მეზობელი თურქეთი. ვენესუელაში შეგახსენებთ, რომ კვლავ ჭარბი ჰიპერინფლაციაა. მეორე ადგილზე 37% თურქეთია, მესამე ადგილზე არის ზიმბაბვე. 35%-იანი განაკვეთით, სადაც ასევე სისტემურად მაღალი ინფლაციის პრობლემაა. რაც შეეხება მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს, შეერთებულ შტატებში, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის განაკვეთი არის 3.75-ზე, ევროპის ცენტრალური ბანკი 2.15-ზე, დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი 3.75-ზე, იაპონია 0.75%, ჩინეთში გახლავთ 3% და ინდოეთის ცენტრალური ბანკი განაკვეთს 5.25-ზე ტოვებს. საქართველოში უკვე 1 წელიწადზე მეტია საქართველოს ეროვნული ბანკი 8%-იან რეფინანსირების განაკვეთს ინარჩუნებს. რაც შეეხება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს, ბარემ აქვე გეტყვით, რომ თურქეთში ეს არის 37% და თურქეთი არის რეგიონში ყველაზე მაღალი რეფინანსირების განაკვეთის მქონე, აზერბაიჯანში და სომხეთში 6.5%, რუსეთში 16%-ზე არის გარეზდილი ფულის ფასი და უკრაინაში 15%-ზე. ბარემ მოდი ინფლაციასაც გადავხედოთ მსოფლიოს და რეგიონის და ასევე ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მასშტაბითაც არსებული მდგომარეობით მსოფლიოს ქვეყნების ნაწილს თუ არსები 33 ქვეყანას იანვრის ინფლაცია უკვე გამოქვეყნებული აქვს და დეკემბრის ინფლაციის მონაცემები კი ხელმისაწვდომია და მოდი ვნახოთ მსოფლიოს 123 ქვეყნის ჭრილში ეს ამბავის. აქაც ავანგარდში არის ვენესუელა, ანუ სტატისტიკურად ყველაზე მაღალი ფასები ლათინური ამერიკის ამ უმდიდრეს ქვეყანაშია, სადაც ინფლაცია 172%-ს აღწევს. მეორე ადგილზე არის 113% სამხრეთ სუდანი და 48%-ით ინფლაცია მესამე ადგილს იქვე იკავებს ირანში. ირანში დიდი ალბათობა არის იმისა, რომ ეს კიდევ უფრო გაღრმავდეს, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. ირანი სრულიად ჩაკეტილია რაიმე ტიპის საჯარო ინფორმაციებისთვის. შედარებისთვის საქართველოს 47 პოზიციას იკავებს და იანვარში არსებული ინფორმაციით 4.8%-ზე არის გაზრდილი საქართველოში ინფლაცია. ამასთან იანვარში ინფლაცია 30.7%-მდე შემცირდა თურქეთში, თუმცა ის მსოფლიოს მასშტაბით კვლავ მეხუთე პოზიციას ინარჩუნებს. შესაბამისად, მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს რაც შეეხება, მოდი ბარემ გადავხედოთ მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებსაც. ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაცია არის 2.7%, გერმანიაში 2.1, ანალოგიური იაპონიაში 0.3%-ზე არის ინფლაცია საფრანგეთში. და დიდ ბრიტანეთში კი ინფლაცია 3.4%-ზეა, ჩინეთში 0.8, ინდოეთში წლიური ინფლაცია 1.3%-ში ადგილს. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია კვლავ თურქეთშია. ეს არ უშლის ხელს თურქეთს, რომ ის არ იყოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა. აქ უნდა იყოს თურქეთი, საქართველოს უნდა იყოს სადღაც აქეთ, მოკლედ ეს არის თურქეთის კატეგორია. აზერბაიჯანში არის ინფლაცია 5.2%, სომხეთში 3.3%, რუსეთში კი ინფლაცია 5.6%-მდე არის. ასე თქვა დაჩქარებული ამ ბოლო პერიოდიდან გამომდინარე და ეს არის ის წინასწარი ინფორმაცია, რაც მხოლოდ გასულ თვესთან შედარებით გვაქვს. ბოლო ინფორმაცია, რაც იანვარს უკავშირდება, ყოველთვიურ ჭრილში 6.5%-მდე არის რუსეთში ინფლაცია გაზრდილი და ამას ადასტურებს სხვათა შორის რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლაც ბოლო ეკონომიკურ საბჭოზე, რომელიც მან 3 დღის წინ ჩაატარა კრემლში. ჩვენ ვაგრძელებთ დაკვირვებას რეგიონის ჭრილშიც და მთელი მსოფლიოს ჭრილშიც ეკონომიკაზე და პერიოდულად გაგიახლებთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით.